დღეს მინდა მოგიყვეთ თბილისელი მუმიის შესახებ, რომელიც ჩამოსახლდა დაახლოებით 120-ან ცოტა მეტი წლის წინ თბილისში, შემდეგ რაც გამოჰყვა ერთ-ერთ ბრიტანელ ეგვიპტოლოგს, ისინი მიდიოდნენ ლონდონში, რომ ამას თავის ბიძაშვილები ენახა ბრიტანეთის მუზეუმში და თბილისში გაჩერდნენ, იქ ესე იგი ორბელიანების სასახლესთან ახლოს იყო სასტუმრო ლონდონი. ხოდა იქ გაჩერდნენ და ძალიან მოეწონა ხა დატო საკეთიკით დადიოდა თბილისში რამდენიმე დღით რომ გაჩერდნენ დაათვალიერა იქაურობა და თან შეუყვარდა ერთი ადგილობრივი როგორც თვითონ ამბობს ორთაჭლელი ფერია ხოდა გადაწყვიტა რომ ეხაო ჩემი ბიძაშვილებიო 3000 წელია არ შეცვლილანო და კიდე არ შეიცვლებიანო და მოდიო ცოტა ხანი დავრჩებიო და იქნებაო ამ ფერიასო თავი მოვაწონაო და იქ ეცადა ბევრს ნიკო ფიროსმანსაც კი დაახატინა თურმე მისი პორტრეტი და თავის პირად კოლექციაში აქ ეხა დატოს ეს პორტრეტი ხო და ის ცხოვრობს იმ ეზოს კატაკომბებში და იმ ეზოს სარდაფში რომელშიც ვითარდება ჩემი მიერ დაწერილი ამბავი რომელსაც ჰქვია ჩემს ეზოში ჯადოსნური არსებებიც ბინადრობენ სათაური თავიდან სხვა იყო, მაგრამ შეიცვალა და ამ ნაწარმოებში ასევე შეხვდებით ისეთ არსებებს, როგორებიც არიან ჭინკა, რომელიც აცხობს საოცარ ნამცხრებს, ფეიქარს, რომელიც ქსოვს ჯადოსნურ მფრინავ ხალიჩებს და ირავსკაბებს მზეთუნახავებისთვის, ასევე შევხვდებით ხაბაზს, რომელიც პურებს აცხობს ძალიან უცნაურად და ესეთი ეპიკური ტონი აქ შეიძლება ასე ითქვას და მოკლედ ესეთი ამბები არის, ეს არის აი ამ ილუსტრაციაზე, რომელიც ეკუთვნის სალომე ჭელიძეს, ჩვენ ვხედავთ მუმია ტატოს და მთავარ გმირს, რომელიც მიდის მასთან, ხო და ეს ამბავი ხდება ესე რომ მთავარი პერსონაჟი ვინც არის იმ პატარა ბიჭის ერთ-ერთ მეგობარს რომელიც ასევე ჯადოსნური არსება არის დაეკარგება რაღაცა და თხოვს რომ იქნებაო დამეხმარება მოძიებაშიო და ამ ძებნაში ეს ბიჭი დადის ეზოში სხვადასხვა მეზობელთან და აღმოაჩენს რომ მისი მეზობლები რომლებიც აქამდე ჩვეულებრივი ადამიანები ეგონენ არიან ჯადოსნური არსებები ხო და ეს ილუსტრაციებიც ერთ-ერთი ილუსტრაცია არის ეს დაკაბადონება უკვე დაიწყო წიგნის გამომცემლობა ინტელექტი გამოსცემს და ძალიან მალე ჩაეშვება უკვე გამოსაცემადაც და ამის შესახებაც გეტყვით ხო და მოკლედ ესეთი ამბავი ძალიან პატარა ისეთი საყვარელი ამბავი არის რომელიც არის ნოსტალგიური სასიყვარულო წვლილი ჩემს ეზოს, ჩემს უბანს, ჩემ ქუჩას, თბილისს იმედი მაქვს, რომ დაგაინტერესებთ და როდესაც გამოვა და წვენის მაღაზიებში ხელმისაწვდომი იქნება, შეიძენთ წაიკითხავთ და მე თქვენს აზრსაც მომახსენებთ.